სფეროშენადნობების სექტორში არსებული ვითარება კვლავ გამოწვევების წინაშეა. პროდუქტზე ფასების სტაბილურად დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რასაც სფეროს წარმომადგენლები ომიან რეგიონში მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ. სფეროშენადნობების ასოციაციის ინფორმაციით, მიუხედავად მოლოდინისა, რომ უკრაინაში ომი დასრულდებოდა, ვითარება უცვლელია. გაურკვევლობის ფონზე გლობალურად მოთხოვნა შემცირებულია, რაც პირდაპირ აისახება ფასებზე. განსხვავებული სურათია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სფეროშენადნობებზე მოთხოვნა და ფასების ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მიზეზად ექსპერტები ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას ასახელებენ, რომელმაც შიდა წარმოება წაახალიცა და მეტალის სექტორს იმპორტზე დამოკიდებულება შეუმცირა. ამან განაპირობა მოთხოვნის ზრდა სფეროშენადნობებზე და ფასების მატება ამერიკულ ბაზარზე. სფეროშენადნობების დარგში კლების ტენდენცია გრძელდება. მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოდან სფეროშენადნობების ექსპორტი 38%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით ქვეყანამ 127.1 მილიონი აშშ დოლარის სფეროშენადნობი გაყიდა. კლების მიუხედავად მთლიან ექსპორტში 3.1%-იანი წილით სფეროშენადნობები მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. ბავშვებში ინტერნეტზე დამოკიდებულება ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება. სპეციალისტის თქმით, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები წარმოადგენენ. სწორედ ამ პერიოდში ინტერნეტი მათთვის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება, რაც დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. ფსიქოლოგი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინტერნეტის როგორც სასწავლო რესურსის ხელმისაწვდომობას ასახელებს. მისივე განმარტებით, ყველა საჭირო მასალა, წიგნი თუ საგანმანათლებლო პლატფორმა ბავშვებისთვის ონლაინ სივრცეშია თარგმნილი, რაც ხშირად დროის გადაჭარბებულ გამოყენებას იწვევს. ყველა ასაკი უკვე გახდა ვერ გამოყოფ ძირითადად რომელიმე ასაკს ან 5-6 წლიან ანაცლამდე ბავშვებს. ყველა ასაკში უკვე გახდა ინტერნეტ დამოკიდებული ბავშვები. აქედან გამომდინარე უფრო მკვეთრად თავს იჩენს გარდატეხის ასაკში, როდესაც ბავშვები თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ბავშვები სამეცადინო მასალა ინტერნეტიდან უნდა მოიძებნოს ბავშვებმა. როდესაც ვუსვამ შეკითხვას, რომ რატომ ხარ შენ ინტერნეტ დამოკიდებული, პასუხი არის ასეთი: აბა რა ვქნათ, როდესაც ჩვენი პედაგოგი გვაძლევს სასწავლო მასალას ინტერნეტიდან. მე მესმის, მაგრამ აქედან გამომდინარე სწავლის შემდგომი პერიოდს ბავშვები უკვე თავის სასარგებლოდ იყენებენ და ეს უკვე უკონტროლო ხდება ეს სისტემა. პრევენციის მიზნით სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ. მე რჩევა მაქვს მშობლებთან. ის რომ როდესაც შეხედავს ბავშვი, რომ ის დედას, მშობელს განუწყვეტილ ხელში უკავია ტელეფონი და ინტერნეტში ჩაჩერებია საჭმის კეთების დროს, სახლის დალაგების დროს და მე არავის არ ვკიცხავ, უბრალოდ რჩევა მაქვს ასეთი, როგორც ფსიქოლოგის რჩევა, თუ კი რა თქმა უნდა გაითვალისწინებენ, რომ ყოველთვის განსაზღვრული დროის ფაქტორი უნდა იყოს დაცული, რომ ბავშვმა იცოდეს, რომ 1 საათი, 2 საათი შეუძლია მას სულ ვერ მოვწყვიტავთ, იმიტომ რომ 21 საუკუნეში მოგეხსენებათ, ყველაფერი ინტერნეტზე არის გადართული და ის რომ მიჯაჭვულობა იყოს, როგორც მიჯაჭვულობის პრინციპი, ფსიქოლოგები ასე ხსნით მას, მიჯაჭვულობის პრინციპი უკვე ისე მკვეთრად იჩენს თავს, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ ინტერნეტ გარეშე არსებობა. როდესაც ვაწვენთ ბავშვს, უნდა გავაკონტროლოთ მშობლებმა, რას აკეთებს, იძინებს თუ არის ტელეფონთან მიჯაჭვული, ყურობს ფილმებს. არის ხშირი შემთხვევა ესეთი, როდესაც ბავშვი გონია რომ დაიძინა, ჩუმად ინტერნეტით სარგებლობს, ყურებს ისეთ საშიშ ფილმებს, რომელიც მე ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის აღზნებას, ბავშვი ვერ იძინებს, დილას დგება, რა თქმა უნდა, გამოუძინებელი, ვერ აკონტროლებს მშობელი მის ძილს, დგება ბავშვი გამოუძინებელი და ეს იწვევს იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში ბავშვი არის გაღიზიანებული. აკეთებს ყურობენ ისეთ ფილმებს და აკეთებს იმ ჩვევებს, რასაც მიჩერებია იქ ინტერნეტში. მაგალითად არის ისეთი ფილმები, სადაც რობოტებია თუნდაც კლავენ ერთმანეს და ის ბავშვი გონია, რომ ეს ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ის ვერათვი ცნობიერებს ისეთი პატარა ასაკში არის და რაც შეეხება ზედა ზღვარს, როდესაც ბავშვი უკვე არის დამოკიდებული გარდატეხის ასაკშია და დამოკიდებული და მიჯაჭვულობა აქვს ინტერნეტზე, ეგ უკვე მოდის პატარა ასაკიდან და ვეღარ გადავაჩვევ ჩვენ მას.
პრევენციის მიზნით სპეციალისტი მშობლებს ურჩევს თავად გახდნენ შვილებისთვის მაგალითი. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, მნიშვნელოვანია განსაზღვრული დროის ფაქტორის დაწესება და ოჯახის ყველა წევრის მიერ მისი დაცვა. რეკომენდაციის თანახმად, ეფექტიანია წახალისების მეთოდიც. როცა ბავშვი საკუთარი დროის ლიმიტს იცავს, მშობელმა მისი ქცევა დადებითად უნდა შეაფასოს. ეს მეთოდი არსებობს. აი, თუნდაც ბავშვს უყვარს ძალიან, თქვათ, გეუბნება, რომ რაღაცა სათამაშო, თქვათ, ბიჭთან გამომდინარე, რაღაცა მანქანა უნდა რომ იყიდოს და ან რა ბურთი უნდა, აი რაღაცა, აი ბავშვს უნდა გთხოვს რომ იყიდე. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? წახალისების პრინციპია ეს, რომ რამდენჯერმე ნაცადი ხერხი არის ეს, რომ აი დედა, თუ შენ ამას მოდი, ამას არ უყურებ, ან ცოტა დროს შევსხუდავ, აი შენ ხო ძალიან გინდა ეს, მე შენ ამას გიყიდი. ბავშვს უკვე იმის ინტერესი აქვს, რომ მე თუ დედას რაც მითხრა იმას გავაკეთებ და დედა ჩემი მადლიერი და მშობელი იქნება, აი მე იმას მიყიდი და ასე, თორე ისე რომ აი მას უბრძანო და გადააჩვიო, ეს არ მოხდება. ეს არის მარტო ნათქვამი სიტყვებით დამერწმუნებით. ანუ არსებობს წახალისების მეთოდი ამ შემთხვევაში, ან თქვათ გასეირნება უნდა ბავშვს, ან ნაყინზე წასვლა უნდა და კაფეში დაждდომა უნდა. რაღაც მშობელმა თვითონ ფანტაზიით უნდა მოიგონო შენ შვილს რა ესიამოვნება. მოზარდებში ინტერნეტ დამოკიდებულება დღევანდელი რეალობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა მისი მართვა შესაძლებელია პასუხისმგებლიანი და სწორად ჩამოყალიბებული ჩვევების მეშვეობით. ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის თეატრონზე ქართული ცეკვის ფესტივალი გაიმართა. ზესტაფონ ქალაქობის კვირეულის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ. საკონცერტო პროგრამა 2 საათი გრძელდებოდა. 9 წყაროს თეატრონზე გამართულ ფესტივალს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფი დამეგობრებული ქალაქების ტჩევისა და ტაურაგეს დელეგაციებიც ესწრებოდნენ. საუკეთესო რეჟისურა მარეხი აბესაძე, საუკეთესო მამაკაცი მსახიობი თეიმურაზ კიკნამელიძე. ამ ნომინაციებით დაბრუნდა ზესტაფონში კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის დასი, რომელიც ქობულეთში გამართული ფესტივალის მზიანი საქართველოს მონაწილე იყო. ფესტივალი რამდენიმე დღე გრძელდებოდა და განსაკუთრებულ კულტურულ მოვლენად აქცია სხვადასხვა თეატრალური ჯგუფების, შემოქმედებითი გუნდებისა და ხელოვანების ერთიანობამ. რეჟისურა ჯილდოვდება სამი გოჭი მარეხი აბესაძე. დაჯილდოების ცერემონიალზე აღიარებული იქნა ის შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი უნარებითა და ინტერპრეტაციით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თოჯინების თეატრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვებისა და მოზრდილებისთვის ხელოვანების სამყაროსთან დაახლოებაში. სწორედ სამი გოჭით გახსნის ახალ სეზონს ზესტაფონის თოჯინების თეატრი და პატარებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაიხსენონ საყვარელი ზღაპრის გმირების ისტორია. კარგი ფესტივალია ეს ფესტივალი, რომელსაც ქვია მზიანი საქართველო, არაჩვეულებრივი ორგანიზატორები ყავს, არაჩვეულებრივი ჟიური იყო და ვფიქრობ, რომ ისე კარგად განაწილდა თითეული პრიზი, რომ არავის მე მგონი გული არ დაწყდებოდა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, მაგრამ თავის გულში ვერ აიფიქრა, ეს მე არ ვიცი. ეს იყო მერვე ფესტივალი მზიანი საქართველოსი და ჩვენ ვიყავით მესამედ. ერთხელ გქონდა ოქროს წიწილა, მერე კომბლე და ახლა გქონდა სამი გოჭი. არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს კულტურისა და შემოქმედების ცენტრის დირექტორს ომარ გველესიანს, მოადგილეს გოგიკრიბაძეს და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მერიას და საკრებულოს. იმიტომ რომ გვერდით დაგვიდგა ყველანი ერთად და გავემგზავრეთ ამ შესანიშნავ ფესტივალს. აქ რამოდენიმე ბაღმა და სკოლამ ნახა ეს სპექტაკლი, არის დადგმული სეზონი სანამ დაიხურებოდა, მანამდე დავდგეთ 4 თვის დადგმული მაინც იქნება სეზონის დახურვამდე. ისეთი განსხვავებული არაფერი არ ხდება შიგნით, ჩვეულებრივად შინაარსი ყველა მიცის სამი გოჭის,
უბრალოდ ძალიან კარგად თამაშობენ ჩვენი მსახიობები. მართლა გონია რომ თითქოს ეს ყველაფერი ცოცხალია. მოკუსკუსებული საყვარელი საბავშვო სპექტაკლია. საყვარელი გმირებით, რა თქმა უნდა, მგელი ყოველთვის ბოროტია, მაგრამ სრულდება მაინც კეთილად, როგორც ყველა ზღაპარი. სეზონი მინდა რომ გავხსნა ამ სპექტაკლით. სამი კოჭით, იმიტომ რომ მაინც ამ სპექტაკლით ვართ ჩვენ გამარჯვებულები და ჩამოვედით ნომინაციებით, არ მინდა რომ ეს სპექტაკლი მივივიწყოთ. თუმცა ჩვენ მოქმედი სპექტაკლები გვაქვს კიდე სრუპენდელა მელა, სამი კოჭი, მინდა ძველი სპექტაკლების აღდგენაც. და ვფიქრობ, კი არა, მართლა ვფიქრობ, რომ ახალი სპექტაკლის დავიწყოთ. სერიოზული ჟიური იყო, იმიტომ რომ ვისაც ესმის თოჯინების საქმე და ვინც პროფესიონალია თოჯინებში, ის ადამიანები ისყდა ჟიურში. და რაც ეხება თვითონ ფესტივალს, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა კარგ საქმეს აკეთებენ, იმიტომ რომ ეს არის ბავშვებისთვის კეთდება ეს ყველაფერი და ბავშვმა თუ თოჯინური თეატრიდან არ დაიწყო, მერე დრამატურგს ვერ გაიგებს და აქედან რომ ჩავუყრე საფუძველს და მართლა კარგ საქმეს აკეთებს ის ხალხი და დიდი მადლობა მათ და ჟიურისაც დიდი მადლობა და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს რომ ასეთ პერიოდში მოიცალეს და გამონახეს ის თანხები და გავიშვეს და ჩვენც არ გაუცრუეთ იმედები და რაც შეგვეძლო და როგორ შეგვეძლო საუკეთესო რეჟისორა ეხლა 7 კოლექტივში რომ წამოიღო და საუკეთესო მამაკაცის ამის როლი არ არის ცუდი ნომინაციები და ასე რომ კიდე გავაგრძელებ შემოქმედებით წვას როგორც ვთქვა როცა დაგაფასებს ადამიანი და ამდენი წელი რო საქმეს ემსახურები და გიფასდება რა თქმა უნდა გასახარელია მაგრამ რა ვიცი რომ უფრო უკეთესი იქნებოდა რომ ეს ფესტივალი ტარდებოდეს ბავშვებთან ერთად მაგრამ ახლა ესეთი პერიოდია რომ ბავშვები დასასვენებლად რაღაცეები ეკეთებენ ეს მარტო ჟიური ხედავს ამას მაგრამ ამას მე რეზონანსი ეძლევა ისინი წერენ აშუქებენ გააქვთ და ეს იყო უკვე მერვე ფესტივალი და შედგა მშვენივრად 7 კოლექტივი იყო ცოტა მოახდა კოლექტივები მაგრამ არა უშავს მომავალ წელს უფრო კიდე ეხლა ბაკურიანში და სტარდება ზამთარში და ძალიან თუ მოახერხებთ წასვლას კარგი იქნება ბავშვებისთვის ასკეთდება საუკეთესო ამაზე როგორ უნდა თქვა უარი გელი საჭიროა გელი აი ეს მამაკაცის პერსონაჟი იყო იქ სხვა ანგლებიც იყვნენ შვენიერი სპექტაკლები ჰქონდათ მინდა ვთქვა რომ აი მართლა გაიზარდნენ რა ხო პირველი ფესტივალზე ვიყავით ჩვენ მეორე ფესტივალზე მე შევწყვიტეთ მაგრამ გაზრდილია კოლექტივები რა რომ იმიტომ რომ იქ ტრენინგები უტარდებათ რეჟისორებს ცალკე ჟიურის წევრებთან პროფესიონალები აძლევენ რჩევას რა უნდა გაითვალისწინონ როგორანაირად და უკვე წელს იყო დახვეწილი აი რასაც ქვია მართლა დახვეწილი შვენიერი წარმოდგენებია ჩვენა წალტობომ ბაღდათმა მარტვილმა საგარეჯოს ის იყო ჩამოსული თოჯინების თეატრი თბილისიდან იყო თოჯინების თეატრი ჩამოსული და ნელა ემატება კოლექტივები და მინდა რომ გაითვალისწინოს ყველა ქალაქის მუნიციპალიტეტმა რომ ეს არის საბავშვო საქმე და ამაში დახარჯული ის 5000 ლარია თუ 3000 ლარი ეს არაფერი არ არის კი არა და მეტი უნდა დახარჯული იმიტომ რომ საქმე კეთდება ბავშვებისთვის